ბევრი სითბო, სინაზე, მონატრება, ზრუნვა, სიყვარული და სევდა. ეს ის გრძნობებია, რომლებიც ფერმწერ ილუსტრატორ ნინო ჩაკვეტაძის ნამუშევრებში ყველაზე ხშირად გვხვდება. ბავშვობის ნოსტალგია, მოხუცების სიყვარული და ყველაფერი ბუნებასთან დაკავშირებული კი მხატვრის ინსპირაციის მთავარი წყაროა. საგაზაფხულო, ასე ჰქვია პერსონალურ გამოფენას, რომელზეც ხელოვანის ბოლო წლებში შესრულებული ნამუშევრებია წარმოდგენილი. ეზოში, სადაც ბავშვობა გაატარა, პატარა სალონი გახსნა, ფერწერული ტილოები გამოფინა, ბალიშებზე, მაგნიტებსა და წიგნაკებზე კი მისი ნამუშევრების გადატანა დაიწყო. ჩემი ნახატების ინსპირაცია, შთაგონების წყარო, ასე ვთქვათ, არის ბავშვობის გატარებული წლები. ბავშვობის მოგონებები, შეგრძნებები, სხვადასხვა ამბები და ასე შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებზე არის ჩემი ნახატები, ბავშვების გარდა უფროსებსაც ძალიან აინტერესებთ, ასე ვთქვათ, რადგან თავიანთი ბავშვობა აგონდებათ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, როცა ბავშვის ყურადღებას მიიქცევს, ვთქვათ, ფერწერული ნამუშევარი. ნინო ჩაკვეტაძე არაერთი საბავშვო წიგნის ილუსტრაციის ავტორია, როგორც თავად ამბობს, მისი შემოქმედებაც ბავშვობის ერთგვარი გამოძახილია. მნიშვნელოვანია, როდესაც მხატვარი თავის ხელწერას მიაგნებს და მე ვთვლი, რომ მე ჩემსაც მივაგენია ჩემი საყვარელი ნამუშევარი, იმიტომ რომ ჩემს ბებიებს მაგონებს ორივე. ახაც ქვია 97 გაზაფხული და ამ ნახატით ეს ასე ვთქვათ მოვეფერე ჩემს საკუთარ ბებიებს, რომლებიც ძალიან მენატრება და ძალიან საყვარლებია. ყველა მოგზაურობიდან იქნება ეს ემოციური თუ ფიზიკური, სამახსოვროდ ჩამოაქვს ბავშვობასთან დაკავშირებული ნივთები, რომელთა პოვნაც, როგორც თავად ამბობს, მის სახლ გალერეაში შეიძლება. დამთვალიერებელ ზღაპარში მოგზაურობა და მხატვრის ნამუშევრების დათვალიერება გალერეა ნოჩაში მაისის ბოლომდე შეეძლება.